მადია გესმით. ერთი ამბავები და მოგიყვეთ. დღიდან პოლიტიკაში, დღიდან პოლიტიკაში ჩართვისა 2014 წელს ჩავერთვე. არც ერთი წუთით დედა ჩემი, შობელი დედა არ მიესალმებოდა ჩემს ამ გადადგმულ ნაბიჯს. არც ერთი წუთი. მეტიც სულ როგორც შვილსა და დედას შორის ხოლმე საუბარი არის და იმართება ოჯახში, საყვედურს ვაძლევდა რა გინდოდა, ჯერ მეუბნებოდა რა გინდოდა საერთოდ პარტიაში, პოლიტიკაში და ეს გრძელდებოდა უკანასკნელ დღეებამდე. ალბათ უფრო განპირობებული იყო ნერვიულობით. და დღეს დილით მესიჯი მივიღე დედა ჩემისგან, ქალი რომელიც 6 წლის განმავლობაში მებრძოდა პრაქტიკულად რომ არ ყოფილიყავი პოლიტიკაში. ერთი მესიჯი. ბრძოლა ბოლომდე. და სახელის ნიშანი. ასე რომ ამით ყველაფერი ნათქვამია ჩემს მიერ. ხახდო შეუძლებელია ამაყი ვაჟკაცი პატრიოტი ხალხი დაჩაგრო ერთ კონკრეტულ დღეს, ორ კონკრეტულ დღეს, სამ კონკრეტულ დღეს. ომი გაგვიმართა გუშინ ბიძინა ივანიშვილმა. ომი, მაგრამ ჩვენ ეს ომი არ წაგვიგია. ჩვენ ამ ბრძოლაში ვართ და ვიქნებით, მანამ სანამ არ გავიმარჯვებთ. უახლოეს დღეებში, ხას უსვამთ, უახლოეს დღეებში. აქ დახევა აღარ შეიძლება. აქ დახევა არათუ ღალატის ტოლფასია, ღალატია. და ამ ღალატს ჩვენ არ ჩავიდეთ. ამ მოღალატეობრივ აქტს ჩვენ არ განვახორციელებთ. უამრავი თაობები მდგარა ამ მოედანზე და ყველას გაუმარჯვია. ყველა ეტაპზე, საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების ეტაპებზე. და ჩვენს გავიმარჯვებთ. შეუძლებელი არის. სხვაგვარი შედეგი უბრალოდ ისტორიის მიერ არის აკრძალული. ძალიან მშვიდი ვარ. ძალიან მტკიცე ვარ. როგორც არასოდეს ძლიერი ვარ. განსაკუთრებით დედა ჩემის გზავნილის შემდეგ. მე ჩემ შვილს სანდრო მელიას პირდაპირ გეუბნებით, თვალებში ვერ ჩავხედავ. ვერ ჩავხედავ, არ მინდა ჩავხედო, არ მინდა ამ დამცირების, ამ მუგარების ძალადობრივი აქტების განხორციელების შემდეგ, რაც გუშინ იკადრა ოლიგარქმა, იმიტომ რომ მას აქვს ხელისუფლება მიტაცებული. ვაპატიოთ. სანამ ჩვენ არ გავიმარჯვებთ, მე ჩემ ბავშვ თვალებში ვერ ჩავხედავ. განარისხული ამბავი არის. რის ფასადაც არ უნდა დამიშტეს. ამას არ ვამბობ. ამას არ ვამბობ, იმიტომ რომ მიტინგი გვაქვს. ამას არ ვამბობ, იმიტომ რომ აქციაზე სიტყვით გამოდივარ. ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცი გეუბნებით. მე მირჩევნია ჩემი სიცოცხლე შეწყდეს, ვიდრე დამცირებული ქართველი ერი ვიხილო იმ ადამიანის მიერ, ვისაც ანი და ბანი არ გაეგება ქართველი ერის ნიჭიერების შესახებ. ხახდო, ძალიან მინდა გთხოვოთ ყველას, იქნება ეს ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერი, ჩვენ ბევრი მხარდაჭერი ყავს, ბევრი გულანთებული, ემოციური და ხშირად არ იყიჟინა რას აკეთებთ, სად ხართ, აბა ეს ის პერიოდია უკვე ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი და გეუბნებით გულახდილად. აქ უკან დახევა არ იქნება. ამიტომ გავმაგდეთ, ერთმანეთი გავამხნევოთ. 4 დღე დაგვჭირდება, 5 დღე დაგვჭირდება, 7 დღე დაგვჭირდება, თუ 8 დღე დაგვჭირდება, თუ 2 კვირა ვიბრძოლებთ ბოლომდე და აი იმ პარლამენტის შემადგენლობის უფლებამოსილების ცნობა ამ პარლამენტში არ მოხდება და არ მოხდება. შვედს ნაციონალური
მოძრაობის სახელითაც მინდა გავაკეთო აქ იქ საუბროს კოლეგებად. ჩვენ არ ვცნობთ ამ არჩევნების შედეგებს. ჩვენს ვითხოვთ ახალ არჩევნებს თავისუფალ გარემოში ჩატარებულს. ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება დღეიდან კი არა დაიწყო არ შეწყვეტილა. ჩვენ აქ იგი თქვა კვირას 3 საათზე ბევრი შევიკრებებით ძალიან ბევრი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ხვალზე დღეს საღამოს ჩვენ ბრძოლას წყვეტ. არავითარ შემთხვევაში ხახნო, არავითარ შემთხვევაში ეს ისტორია ჩვენი დასაწერია. გავიაზროთ რა მნიშვნელოვან ეტაპზე ვართ. ჩვენ გვერგო პატივი ამ თანამედროვე ხალხს, ვინც ერთმანეთს ახლა ვხედავთ და ვუსმენთ, რომ ამ ქვეყნის ბედის ჭედელები ვიყოთ და ჩარხი წაღმა დავატრიალოთ, ხახნო, ერს და ბევრი ერის თაობებს ეს პატივი არ აქვს და დავიჯეროთ, რომ ჩვენ გვაქვს ეს პატივი და ჩვენ ეს უნდა გავახორციელოთ. ძალიან ბევრი ვიქნებით ძალიან მალე. აი გამე გიყურებთ და უამრავი ადამიანი ვართ მართლაც. ძალიან ბევრი გუშინდელი ომის შემდეგ დილის 10 საათზე 11 საათზე მივიდა ხალხი სახში ხო? რამდენი ვართ ახლა? არ დაორგანიზებულ ვართ. უბრალოდ ერთხელ თქვით რომ 4 საათზე ხვალ შევიკრიბოთ და რამდენი ვართ? მე როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე პირდებით. ამ ბრძოლიდან დამარცხებული გამარიცხულია, დავიჯეროთ, გავუთხილდეთ ერთმანეთს და როგორც არასოდეს ჩვენ ახალ ჭირდება ერთობა და ეს ერთობა არის ყველა საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის, ყველა ოპოზიციურ პარტიებს შორის, განსხვავებული ოპოზიციურ პარტიებს შორის, განსხვავებული იდეოლოგიური შეხედულებების ოპოზიციურ პარტიებს შორისა და მათი ლიდერებს შორის. იყო არის და იქნება, მაგრამ არის წუთები, საათები, დღეები, კვირები, როდესაც ეს ყველაფერი მეასე ხარისხოვანია და აკრძალული გვაქვს ხახნო, აკრძალული გვაქვს ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერს ერთმანეთის კრიტიკა ირიბი მაინც სანამ არ დავამარცხებთ ამ უბედურებას, ამ სიხარბეს და მიმტაცებლობას, რასაც განასახიერებს ბიძინა ივანიშვილი და ამაყივა. მინდა თავარის ტელეკომპანია თავარის პოდიუმის გვერდით ქალბატონია შეუძლო და სასწრაფო რომ მივიდეს თუ შეიძლება მეგობრებმა მავცნობა. ამიტომ ეს არის 2x2 ხახნო. კარგი იქნებოდა ეს ერთობა რომ ყოფილიყო. ჩვენს დავაშავეთ ნაციონალურ მოძრაობამ, ქართულოცნებამ, სხვა პარტიებიც დააშავეს რომ კიდევ უფრო მეტი ყოფილიყო ერთობა საარჩევნო პროცესში. და რატო ვამბობ, გდანი ამის არაჩვეულებრივი განსახიერება ხახნო, ერთობა ოპოზიციურ პარტიებს შორის შედგა გდანში და რა გააკეთეს, იარაღებით იტაცებდნენ ჩვენს მეგობრებს, ჩემს მეგობრებს, ჩემს შტაბის წევრებს, ჯგუფურად პოლიციასთან ერთად არ ბევდნენ, იარაღი ძალადობდნენ და იტაცებდნენ. ერთი კადრი იხილეთ თქვენ მარტო 84 საარჩევნობაზე, 3 არ გინახავთ, იქ კამერა არ მუშაობდა სამწუხაროდ. მაგრამ მაინც წააგეს გდანი შედეგობრივად ხახნო. რატო იცით? ძალიან გაერთიანებულები ვიყავით. ბიულეტენები ამოდიოდა, სადაც პარტიულად პატრიოტ ალიანსი იყო შემოხაზული და აქეთ მაჟორიტარი მელია, სადაც ქართული მარში იყო შემოხაზული ჩემი კომისიის წევრები, მეგობრები, დამეთანხმები და აქეთ მაჟორიტარი მელი. რატო? მათზეც გადავიდა ეს ერთობის ენერგია. მათზეც და ეს ერთობა უნდა გავშალოთ მთელი ქვეყნის ფარგლებში ხახნო. არ გვაქვს რა პარტიული განსხვავებული შეხედულებები. პირველი წერი ვიქნები იმ ადამიანების სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებიდან, ვინც ერთობას დაარღვევს. იმიტომ რომ ისინი დაგიპირისპირდებიან თქვენთან შემოვლენ დაპირისპირებაში ამის უფლება არ გვაქვს. და მიხარია რომ ყველანი ვართ ახლა ერთად ოპოზიციური პარტიები. მე მინდა
წარმოგიდგინოთ ეხა ადამიანი რომელიც ამ ბრძოლაში არის ჩართული მაგრამ ჩვენ შორის ურთიერთობა არ ყოფილა რბილად რო ვთქვათ იდეალური ბევრ ეტაპზე ხო მაგრამ ამისი დროც არ არის ახლა იმიტომ რომ ჩვენ ახლა ერთმანეთს ვაძლიერებთ ჩვენ ახლა ერთმანეთი ვჭირდება მიუხედავად ასთა სხვადასხვაობისა მიუხედავად წარსულისა აწყოსა და მომავლისა ხო ჩვენ დღეს როგორც არასოდეს ვჭირდებით ერთმანეთს მომავალი გვაერთიანებს და იმიტომ ერთმანეთ იბრძვის ისევე როგორც ყველანი ჩვენ აქ ვიბრძვით და ეს მიმღებლობა უნდა გაიზარდოს როგორც არასოდეს ერთმანეთის მიმართ ქალბატონი ნინო ბურჯანაძე მინდა სიტყვა გადავცე ყველა ადამიანი ვინც ამ ბრძოლაში არის და ისტორიის ორ მხარეს არის მე ამაყება ნამდვილად ეხლა ფიქრობდი ცივი გონებით სანამ გადავცე ქალბატონი ნინო სიტყვას გავაკეთო ისი გაკეთებაც მინდა ჯიუტი ადამიანი ვარ ბუნებით რა ჯიუტი ადამიანი ვარ ბუნებით და რისიც მჯერა იმას ვაკეთებ გამორიცხული არის რომ ჩემ თავთან ვიყო არამართალი და ჩემ თავს ვუღალატო და ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ერთ-ერთმა ჩემი ოჯახის ახლობელ მამაჩემის მეგობარმა მითხრა ძალიან ადრე ნიკა თავარია შენ ცხოვრებაში შენ თავს არ უღალატო დიახ თავარია შენ თავს არ უღალატო და თუ ჩვენ თავს არ უღალატებთ სხვებსაც ვერ უღალატებთ და მე უბრალოდ აღარ ვაპირებ ამ სამაჯურის დარებას ამორიცხული ამბავი მე ამ სამაჯურს აღარ ვატარებ იმიტომ რომ ეს არის უსამართლობის სიმბოლო ეს არის ძალადობრივი სამაჯური რომელსაც მე აღარ შევიბა გამორიცხულია და ზუსტად ვიცი ვიждები მე ციხეში თუ ვიქნები თქვენთან ერთად იმ ბრძოლაში უახლოეს დღეებში ერი გაიმარჯვებს და ვიქნებით გამარჯვებულები და მე ვერ მოთხოვ დედაჩემს მე ვერ მოთხოვ ჩემს მეგობარს ჩემს ოჯახის წევრს წამოდი ვიბრძოლოთ მაშინ როდესაც მე თვითონ ვარ სამაჯურშებული ამიტომ ნახვამდის სამაჯურო ბედნიერება აი ამ თავადასავალში და აი გადმოვაგდებ ვერც დაიჭერს ჩემი ბედი არ გეწიოთ ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ არსებობთ იმისთვის რომ გვაძლიერებთ ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერს ერთმანეთს რომ ვაძლიერებთ ამისთვის ძალიან დიდი მადლობა შეუძლებელი არ გავიმარჯვოთ არ არსებობს სიცოცხლის უკანასკნელ ამას თუ თქვამდე ვიბრძოლებთ არ გვაქვს სხვა არჩევანი ამ მოედანზე ორლესული პირადენიმე დიცით ორლესული ნიშნებით ახალგაზრდებს და არა მხოლოდ ახალგაზრდებს სიცოცხლე დროს წუროდათ ხო მოვიდნენ და დამოუკიდებლობისთვის იბრძოლეს და რუსმა ჯარისკაცებმა ნიშნებით გალესილი ორლესული ნიშნებით თავები დაუჩეხეს ხახნო და ამის შემდეგ ამ ერისშვილებს ვისი უნდა შეგვეშინდეს რა მაგრად იყავით გამარჯვებამდე ბრძოლა გავუთხიდეთ ერთმანეთს ნერვებს არ აყვეთ და ბრძოლა გამარჯვებამდე ჩვენ გავიმარჯვებთ აუცილებლად დიდი მადლობა ქალბატონი ნინო ბურჯანაძე და გადაწყვეტა ბატონიკას უთხრა და თითო